რომელიც ამ ფოტოზეა, სამ სტუდენტს დაკავებად დაუჯდა. დაასრულე ივანიშვილის რეჟიმი. ამ წარწერის გაკეთების შემდეგ აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე სამართალდამცველების დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. სასამართლომ სამივე მათგანი სამართალდამღვევად ცნო. სანქცირებულმა მოსამართლეებმა ნინო ენუქიძემ და ლელა ცაგარეიშვილმა ბრალდებულები აჩი გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძემ 2000 ლარით დააჯარიმეს. ასევე სანქცირებულმა მოსამართლემ ზვიად ცეკვავამ კი გიორგი ბარბაქაძეს სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა. ფერ გამიკეთებიან, რასაც მაბრალებენ, არც ანარი წინააღმდეგ არ ყოფილა. იმასაც რომ ამბობენ, რომ განმოვიდნენ მოქალაქეები გაჩერდიო. მსგავსი არ ყოფილა. და იმას რომ მე დავაკავეო, მე გაყოფილა. ფიზიკურად ვერ დამეწეოდა ეგ ფიზიკურად. შანსიერი იყო მაგის რომ ეგ დამწეოდა მე. ეს უძლებელი იყო. ამორჩილობის გამო კი დამაკავეს რომ არ დავემორჩილე პოლიციელს, მაგრამ ელოდ არ მოხდარა ესე. გრაფიტებს ვაკეთებდით, მეტი არაფერი რომ დავინახეთ მოვიდნენ. მე არც აპირებდნენ ჩვენ დაკავებას რეალურად, უბრალოდ გადარეკეს სადაც მოვიდა დიდი ალბათობით დირექტივა რომ რადგან აქციებზე ხშირად ვართ შემჩნეულები, პროტესტზე ხშირად ვართ შემჩნეულები და ვაქტიურობთ, აქედან გამომდინარე ის რეპრესიები რაც არის, ამის ნაწილი გავხდით ჩვენც, გამაჯარიმეს იმისთვის რომ შეგვაშინონ, იმისთვის რომ ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები შეგვაშინონ, თუმცა როგორც ყოველთვის ეს ზუსტად მოქმედებს ხოლმე მათი მიზნების საწინააღმდეგოდ, ის რომ ვინმე შეეშინდეს არ იქნება, არც შევწყვიტავთ რამის გაკეთებას, არც პროტესტს მოვშორდებით. როდესაც გაიგეს რომ ერთ-ერთი ჩვენგანი იყო კასპელი, ესეთი ასე ვთქვათ, წამოსროლი სიტყვები იყო, რომ წაი და კასპში დახატე თუ აქ რა გინდათო და მოკლედ აგდებული ლაპარაკი. ეს სასამართლო და ზოგადად ეს დაკავება და ორდღიანი პატიმრობა არანაირ შიშს ამგვრის, ვინაიდან პირიქით ამ ყველაფერმა უფრო გამაძლიერა, როდესაც იზოლატორში ვიყავი, უფრო დასვენებულ გასაღაზრზე ახალ-ახალი იდეებიც წამოვიდა, ამიტომ პირიქით გავაგრძელებთ ბრძოლას, მეტი შემართებით, მეტი ჟინით. From საქმეში წარმოდგენილი იყო ორი პოლიციელის ჩვენება, რომელთა ჩვენებები იყო ურთიერთსაწინააღმდეგო. ბატონ გიორგის ემუქრებოდა ჯარიმა ან პატიმრობა 15 დღის ვადით. საერთოდ უნდა შეწყვეტილიყო საქმე, მაგრამ ამ მოცემულობით უბრალოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა მოსამართლე. ვფიქრობ, რომ საქმეზე არ იყო არც ერთი პირდაპირი ან არაპირდაპირი მტკიცებულება წარმოდგენილი ბატონი გიორგის წინააღმდეგ. სრულმოწმის ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიტანა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება. საქმეში არ იყო წარმოდგენილი არანაირი სხვა ნეიტრალური მტკიცებულებები. მაშინ, როდესაც ჩვენ პროცესზე გამოვკითხეთ მოწმეები, უშუალოდ დაკავებული და უშუალოდ ის პოლიციელები, რომლებიც რეალურად შეისწრნენ დაკავებას. თუმცა ყველა პოლიციელმა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება გააკეთა სასამართლოს წინაშე. დაპატიმრებების პოლიციაში დაბარების ფიზიკური ანგარიშწორების ახალი ტალღა რეჟიმმა 2 თებერვლის აქციაზე დაიწყო. თბილისის გასასვლელის გადაკეტვით შეშინებულმა ივანიშვილის მთავრობამ ავტობანის გადაკეტვა აქციამდე 2 დღით ადრე სისხლის სამართლის დანაშაულად აქცია. ვიწყებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ ქვეყნის არაეფექტური მართვისკენ მიმართული კანონები შეიცვალოს ისეთი ნორმებით, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჰქონდეს ქვეყნის მართვისთვის შესატყვისი ბერკეტები და საშუალება. სისხლის სამართლის კოდექსშიც გვექნება მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც განპირობებულია ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით, რასაც მრავლად ხედავთ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. გამკაცრებულ კანონმდებლობას მოქალაქეთა შეკრებისთვის ხელი არ შეუშლია. თბილისი მოლთან ხალხი მაინც მივიდა. გასაკვირი არაა და ოცნებამ დედაქალაქის გასასვლელთან ხარება დააყენა. პოლიციელებად წოდებულმა პირებმა და ხარებას მიღბოსნებმა ადამიანების უკანონო დაკავებები დაიწყეს. ხარაზიშვილის რაზმის წევრები გამეტებით უტყავდნენ დაკავებულებს. ხარება დაკავებულებს ფიზიკურად უსწორდებოდა. უკან ფლაგზე დავიწყეთ მოლის მიმართულებით აქციის მონაწილეებმა. ამ დროს მე ბორცვს შემაღლებულზე ვიმყოფებოდი და ჩემს წინ დავინახე ხარებას მანქანა. ხარება იყო გადამოსული ტანით ნახევრად მანქანიდან და ხარებას მისამართით ჩემს ზევიდან, ჩემზე უფრო მაღლა ბორცვიდან გაისმა ხარებას მისამართით გინება. რა დროსაც ხარება მიმზერდა მე და წამოვიდნენ ჩემსკენ დაახლოებით 4-5
ნიღბიანი პოლიციელები, გედედეს თანამშრომლები დამიტყვიეს ფეხებში, მირწყავდნენ და ესე თავჩახრილი მიუყავდი ხარებას მიმართულებით. ხარებასა რომ იმიყვანეს, ხარებას წინ ესე დამაგდეს და თავი ამაწევინეს ზევით და ანუ ეგ იყო მათი სიტყვა რომ აბა მიდი ხო მაგარი ბიჭი ხარ კიდე შეიგინე. ერთი მომენტი იყო ის რომ ერთ-ერთმა გაიძახა ხმამაღლა დაიძახა რომ აღარ დაარტყათ კამერები. რამაც ალბათ გადამარჩინა. შემდეგ რაც ეგრეთ წოდებული ხარებას რაზმის წევრებმა ჩამავლეს ხელი, მიმართებდნენ უკვე ძირს დამაგდეს დაკავების მიკროავტობუსამდან. მთელი ამ ხის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდნენ. მახსოვს რომ დაახლოებით 5-6 მეტრში გვერდით იდგა თვითონ ხარება ზვიად ხარაზეშვილი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებდა. შემდეგ რაც მიკროავტობუსში ამიყვანეს, უკვე იქ გაგრძელდა ფიზიკური ანგარიშწორება. შუქი ჩააქრეს მიკროავტობუსში და იქ 4 ნიღბიანი გვისწორდებოდა. რამდენიც ვიყავით დაკავებული, თუ ასწრების 3 ვიყავით, კარგად არ მახსოვს, იმიტომ რომ ეს ტრავმებისგან არ ქონდა აღქმის უნარი კარგად დროისა და სიუცის. ფიზიკური ანგარიშწორება იყო დაკავების მომენტშიც და დაკავების შემდეგაც უშუალოდ, როდესაც მარშრუტკაში აგვიყვანეს გედედეს თანამშრომლებმა, შაუნიღბიანებმა, იყო ფიზიკური შეურაცხყოფა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე წაგვართვეს პირადი ნივთები, ტელეფონები და სხვა ნივთები. თბილისი მოლთან 31 ადამიანი დააკავეს. რეჟიმის მოსამართლეებმა კი აქციაზე ნაცემ ადამიანებს ჯარიმებიც დაუმატეს. როცა დამაყენეს, ესე იგი გამომათრიეს და მანქანის მეორე მხარეს გამიყვანეს, სადაც მედია ვერ დააფიქსირებდა ძალადობის აქტს. ამის შემდეგ გახსნეს კარი და შეეცადეს ჩემი შეტევა და პარალელურად როცა ცდილობდნენ ჩემს განთავსებას ავტომობილში, ძალადობდნენ ჩემს. წარმოადგინეს რომ თურმე მე უმისამართოდ ვიგინებოდი და რაღაც ჰიპოთეტურ სახელმწიფოს ვაგინებდი, ეთქო ანარქისტი ანანია ვგონი ვარ ამ ადამიანებს. და ხომ თვითონ პოლიციელებიც უპირისპირდებოდნენ ერთმანეთის ჩვენებას. ერთი იძახდა რომ ვაგინებდი მათ, მეორე იძახდა რომ არ ვაგინებდი და ერთი იძახდა რომ გადასვლისკენ მეუბნეოდით რომ თლიანი გზა არ დაეკავებინათ, მეორე იძახდა რომ დაიკავეს თლიანი გზა და გადასვლისკენ მოუწოდებდით. ნუ მაინც დამაკისრეს 2500 ლარიანი ჯარიმა. ცხადი არ ვეთანხმები მათ გადაწყვეტილებას და გავასაჩივრებ ამას. დასაკავებლად მიზეზი არ სჭირდებოდათ. იჭერდნენ ყველას, ვისაც ხალხის მასიდან გამოარჩევდნენ და ხელში ჩაიგდებდნენ. სავარაუდოა, რომ წინასწარ გამზადებული სიითაც მოქმედებდნენ. ეჭვსაჩენს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის დაკავება, რომელიც პოლიციელების ჯგუფმა საფეხმავლო ტროტუარიდან გაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ ქადაგიძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, სასამართლომ ის 2500 ლარით დააჯარიმა. გვაქვს უწყვეტი კადრი, სადაც არანაირ სამართალდამღვრევას ადგილი არ აქვს. ამავე დროს დაკავებაში მონაწილეობდა 10-ზე მეტი პატრულის ოფიცერი და არც ერთი პატრულის ოფიცერი სამხედრო კამერა არ მუშაობდა და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა ორი ცრუმოწმისა და ეს ცრუმოწმების ინსტიტუტიც და ეს რეპრესიული ინსტიტუტიც ერთიანად ერთ ღამეში დასრულდება, როგორც კი ჩვენ მივიღებთ თავისუფალ სასამართლოს და სამართლიან სასამართლოს. ჩვენი საზოგადოების თავარი ამოცანა დღეს უნდა იყოს და აუცილებლად ესე იქნება არა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის დასრულება, არამედ სასამართლოს გათავისუფლება ერთხელ და საბოლოოდ. ჩვენ არაძოს არ გქონია თავისუფალი სასამართლო და ეს საბჭოური მავნე რეპრესიული პრაქტიკა ერთხელ და საბოლოოდ უნდა დასრულდეს. რეჟიმმა ადამიანების დასახიჩრება არ იკმარა და 2 თებერვალს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები გათავისუფლების შემდეგ კვლავ იზოლატორებში შეაბრუნა. პირველ რიგში სოლიდარობა მინდა გამოუცხადა ყველა პოლიტიკურ პატიმარს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ძალიან მალე გათავისუფლებიან და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩაინიშნება არჩევნები, რასაც ითხოვს ქართველი ხალხი. ბრძოლა, რა თქმა უნდა, გრძელდება, თავისუფლებისთვის ბრძოლა არ არის დანაშაული, პირიქით თავისუფლებისთვის ბრძოლა არის ჩვენი ისტორია და ამ ისტორიის გაგრძელება არის ის პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ოლიგარქის
სასამართლომ თბილისი მოლთან სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 8 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა. ადვოკატთა თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და გამოძიებას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას. ამბობენ, რომ ეს რეჟიმს საშუალებას მისცემს უსაფუძვლოდ ბრალდებული ადამიანების წინააღმდეგ ნებისმიერ დროს განაგრძოს სისხლის სამართლის დევნა. აბსურდულ სიცრუეზე აგებულ ბრალდებაზე მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება მიიღო იმის ნაცვლად, რომ საერთოდ შეეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ეს არის ზუსტად როდესაც საუბრობთ, რომ სამართლებრივი მთელი სისტემა გამოყენებულია პოლიტიკური დევნისთვის, გამოყენებულია პოლიტიკური ახირებების და სურვილების შესრულებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები გამოვლენ ახლა საპატიმროდან, მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა გრძელდება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ივანიშვილის სასამართლომ საბოლოო განაჩენის სახით მათ მიმართ დაადგინოს აღკვეთის ღონისძიება. ეს თავისუფლების აღკვეთა. რატო შვებიან ეს რაღაცებს არის? რატო დააკავეს საერთოდ? და მე რატო უშვებენ გარეთ? ჩვენ ვეწინააღმდეგობთ საერთოდ გირაოს გამოყენებასაც კი. მის მათ ქენებებში არ იყო დანაშაულის ნიშნები. საერთოდ არც ერთი პირი არც დაკავებული არ უნდა ყოფილიყო და გამოშვებაც არ დაჭირდებოდა რა თქმა უნდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დანაშაულს არ აღიარებს. შესაბამისად წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ ნიკოლოზ კუტუბიძეს მხრიდან არ განხორციელებულა არანაირი ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც სისხლის სამართლებრივი დანაშაული ეს აღნიშნული ქმედება. არ მოიპოვება არც პირდაპირ და არც ირიბი მტკიცებულება იმისა, რომ ნიკოლოზ კუტუბიძეს ჰქონდა მცდელობა სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების. მიუხედავად მათ წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დევნისა, პროტესტის შეწყვეტას არც ერთი მათგანი გეგმავს. მათთვის მათი დაკავების ფაქტი საფუძველმოკლებულია. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი უსამართლო, ამიტომ სისტემის შესაძლებლად ბოლომდე ბრძოლას გეგმავენ. მით უმეტეს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ზოგიერთ მათგანს 24 საათის შემდეგ საპატიმროში შებრუნება უწევს. ბრძოლა გრძელდება, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ, მაგრამ აბსოლუტურად საპირისპირო შედეგს მიიღებენ. ეს კანონები არის სისულელე და ბოდვა. ასეთ კანონებს იღებდა იანუკოვიჩი და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დააცვლა იანუკოვიჩმა. ასე რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთადერთ რამეს, ბრძოლას უკეთესი ხვალინდელი დღისთვის თავისუფალი საქართველოსთვის. ამიტომ დაგვიჭერენ, ვიждებით ციხეში, გამოვალთ, გავაგრძელებთ ბრძოლას. მანამ სანამ ეს ხუნტა იქნება მომჯდარი საქართველოსზე და ესე ნაბიჯ მიაჩოჩებს და მიათრევს რუსეთისკენ, მანამდე არ იქნება არანაირი უკან დახევა. ვიდექი ტროტუარზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ტროტუარზე, საფეხმავლო ბილიკზე, ჩემს წინ იდგა რამოდენიმე ადამიანი, მოგვაწვდნენ გამხარეს მიწაზე და ორი, ვინც მე დავაფიქსირე, ერთი და მე გაგვათრიეს. წაყვანისას გვირტყავდნენ, გამიკვირდა, მაგრამ პრინციპში შემდეგ რო გავაანალიზე, დღეს საქართველოში არაფერია გასაკვირი, ამიტომ ჯგუფურსაც აბსურდია, არც ერთს ფიზიკურად დანაშაული სახეზე არა გვაქვს და მით უმეტეს ჯგუფური დანაშაული. ჩემი აზრით ამ ქვეყანაში იმის გარანტია არავის არ აქვს, რომ როდესაც სისტემას მოუნდება, ან ციხეში არ მოხდება, ან რაიმე ვაისი არ დაემართება, მაგრამ ας ვიზავთ. ულებრივ გზნობ თავს, გუშინაც ვიყავი რუსთაველზე, ხვალაც ვიქნები, როგორც ერთი უბრალო რიგითი აქტივისტი, სხვა როგორც ჩანს, რეჟიმი დაკავებებსა და ადამიანების უმოწყალოდ ცემაზე გაჩერებას არ აპირებს. სწორედ ამის მანიშნებელია ის კანონპროექტები, რომლებსაც ივანიშვილის პირადმა პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იურისტები დარწმუნებული არიან, რომ ადამიანის უფლებების შემლახავი და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონები იმ შიშის გამოძახილია, რომელიც ივანიშვილს უცხოეთი აქციების შემკურეს დაეუფლა. ქართულ ოცნებას ამ კუთხით პრობლემა აქვს, ის ვერ ახერხებს პროტესტის მართვას და აღარ იცის როგორ შეუშალოს ხელოვნურად პროტესტს ხელი. მუხლები, სადაც მათი მხრიდან არის მცდელობა, რომ ცვლილებები შევიდეს, ყველა ეხება შეკრებას და მანიფესტაციას. და პირველად საქართველოს ისტორიაში ხდება ის, რომ დასჯადი ხდება პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფა, თითქოს რაღაცა საკრალურები არიან და მათი შეურაცხყოფა დასჯადი იქნება. ეს არის ცდელობა და რაღაცნაირი
მიმართული იმისკენ, რომ თავიანთი თავი დაინახონ მართლა ხელისუფლებად, რაღაცები რაც არ მოწონთ ის აკრძალონ და ადამიანები დააშინონ. მეტი ამას არაფერი მიზანი არ აქვს. მათ ერთადერთი სურვილი აქვთ, რომ ამ ქვეყანაში შეკრების და გამოხატვის თავისუფლება უბრალოდ გაუგებარ ფორმებში ჩასვან და ფაქტობრივად აკრძალონ ნებისმიერი პროტესტი. ამ ცვლილებებში წერია ის, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც ქართულ ოცნებას არ უნდა, ფაქტობრივად იკრძალება. ეს ცვლილებები წინააღმდეგობაში არის როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, შეკრების და გამოხატვის, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან. სამწუხაროდ ჩვენ ნახავთ აი ამ დრაკონული კანონის, აი ამ ბრუტალური აკრძალვების კიდევ უფრო ბრუტალურ აღსრულებას სასამართლოში. დანებებას არავინ აპირებს. რეჟიმის მანქანა ცდილობს დემონსტრანტებში შიში დათესოს, თუმცა უწყვეტი აქციები რუსთაველზე და მთელ საქართველოში გრძელდება.